რადიო სპუტნიკის საქართველო. საუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ. მოგესალმებით ძირფას რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო პროექტი ტყუილის ფენომენი. მე გახლავართ ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე, დღეს ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე. ბატონი ზურაბ, თქვენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტიტულით გაქვთ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი. თავისთავად ტყუილის ფენომენი ძალიან საინტერესო მოვლენა. მithumetes საქართველოში, როდესაც პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენები და სიტუაცია პირდაპირ არის მიმული საერთაშორისო პოლიტიკაზე, აქ ეს ფენომენი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. დასამალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ 25 წლის მანძილზე საქართველოს ელემენტარულად კოჭის გორები დაიღალა. თუ ჩრდილოეთით, თუ დასავლეთით, თუ აღმოსავლეთით, თუ სამხრეთით. რამდენად დიდ გავლენას ახდენს, აი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გვინდა ვისაუბროთ, ტყუილის ფენომენი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და რამდენად ნებს დამოუკიდებელ სახელმწიფო პოლიტიკას. ბატონო, უბრალოდ ხოლოსა. მინდა დაგიდასტურო ჩვენ პატრიოტებმა პირადად თქვენ და თქვენს რადიოს. დიდი მადლობა, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და გამორჩეული ჟურნალისტები არიან ქართულ სინამდვილეში. რაც შეეხება ტყუილს, ტყუილის შესახებ ძალიან ბევრი რამ ითქვა და ძალიან ბევრი რამ ითქმება, მაგრამ ვიცით, რომ ტყუილი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. იგი როგორც სიმახინჯე, ცოდვა, ერესი, დანაშაული შეიძლება ჩაითვალოს დევიაციურ მოვლენად. ზოგადად დევიაცია ნიშნავს ნორმიდან გადახვევას, ნორმიდან გასვლას. ესე იგი, ტყუილი არის დასაგმობი. ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს იგი უნდა დაუგმოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ტყუილი ვაქციეთ ნორმად. დღეს და არა მხოლოდ დღეს და ცხოვრებაც მასზე ავაგეთ. არაიცრუ შთაგვაგონებს 10 ცნება და ჩვენ ადამიანები თითქოს სიმართლის აპოლოგეტები ვართ, თუმცა ტყუილი მაინც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვერ მოვიცილეთ ტყუილი. ეხლა როდიდან გაჩნდა ტყუილი და როდიდან მოდის ტყუილი? ვფიქრობ, რომ არ ვიქნები ორიგინალური, ტყუილი მოდის ადამიანის გაჩენის დღიდან. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ პირველი ცოდნის ჩადენის დღიდან. დაგვებედა ტყუილი. აი მაცდურმა ევა აცდუნა, ევამ ადამი და ორივემ ერთად, ცალცალკე სადა უფლის მოწყვილება. ხეთ ქართველების დამოკიდებულება ტყუილისადმი ზოგადად. უნიკალური ნიმუში არის სულხან-საბას სიბრძნის სიცრუეს. ამ ლიტერატურული ქმნილების არსი, ფიქრობ, რომ მდგომარეობს შემდეგში. ტყუილში სიბრძნე ვიპოვოთ. სიცრუეში დავინახოთ სიმართლე, ჭეშმარიტება. ეს მიზანი აქვს ფილოსოფიასაც, მაგრამ იმდენად რთულია ტყუილთან ბრძოლა, რომ რაღაცა განსაკუთრებული მეთოდი, ჩამოყალიბებული ტყუილის გამოვლენის კაცობრიობას დღემდე არ შეუქმნია. თქვენ მოგეხსენება და რადიო მსმენელებსაც მოეხსენება, რომ არსებობს ტყუილის გამოვლენის რაღაც ფორმები, ხო? და მექანიზმები, რაც გამოიმუშავა ადამიანმა. უბრალოდ მცდელობა არსებობს ტყუილის გამოვლენის. ასე მაგალითად, სიცრუის დეტექტორი. მისი გაჩენის სურვილი ალბათ ასევე სიცრუესთან ერთად გაჩნდა. არსებობს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. და ვიცით ეს ზოგადად მაინც რა არის, რომელიც ამტკიცებს, რომ ტყუილის თქმის დროს ტვინის გაცილებით მეტი რეგიონი აქტიურობს, ვიდრე სიმართლის თქმისაც. თან სხვა უბანს მოიცავს. ასევე არსებობს ელექტროიმპულსური მეთოდი ტყუილის გამოვლენის. კერძოდ, როცა შუბლის წილის უშუალო თვალების უკან მოთავსებული ცენტრის გათიშვა მოახერხეს, აღმოჩნდა უნიკალური რამ. აღმოჩნდა, რომ ტყუილის თქმაც გაადვილდა. გაუადვილდა ადამიანს ტყუილის თქმა. როგორც ჩანს, შუბლის ძარღვი მართლა არსებობს. საინტერესოა ფსიქოლოგიური მეთოდი. და ფსიქოლოგები მუშაობენ ამ პრობლემებზე. რა ხდება ფსიქოლოგების მიერ ტყუილის გამოვლენა? სხვადასხვა ფორმით, თქვათ ადამიანის სახის, ხმის ტემბრის, ჟესტიკულაციის ცვლილებები და ასე შემდეგ. მაგრამ თქვათ, რომ დამარცხებულია ტყუილი და გვაქვს რაღაცა ერთიანი სისტემა მეცნიერული ტყუილის გამოვლენის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ისე მაგ ტექნოლოგიების გამოყენება წინასაარჩევნოდ არ შეიძლებოდა საქართველოში. აი, რაც შეეხება წინასაარჩევნოდ, თქვენ გახსოვთ ოტო ფონ ბისმარკის გამორათქვა, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ. ჩვენ ახლა საარჩევნო რეჟიმში არა ვართ, მართალია, მაგრამ ტყუილი არის ჩვენი ცხოვრების და სამწუხაროდ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი. საუბედუროდ. საუბედუროდ. და აქ არის კიდე ერთი ფენომენი იჩენს, ბატონო თავს, ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებით. ეს არის სიცრუის კიდე ერთი ფორმა, ტყუილის ფორმა, რომელსაც საკუთარი თავის მოტყუება ქვია. ანუ საკუთარი
საკუთარი თავის დამშვიდება ქვია. ანუ როცა საკუთარ თავს სიმართლეს არ ვეუბნებით და თავისთავად ხარ ეს პოლიტიკურ მოვლენებს აისახება. კი ბატონო. განსაკუთრებით ეს ჩრდილოეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაშია. თავის მოტყუების პოლიტიკაზე ელაპარაკი. კი ბატონო. გეთანხმებით. აი როგორ დააღწიოს თქვა სახელმწიფო თავი მეტნაკლებად ტყუილს. ერთი როცა საქართველოზე საუბრობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო იყო საბჭოთა სოციალისტური სისტემის ნაწილი, ხო? ანუ ამ სიცრუის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში. და ის რაც დღეს ხდება საქართველოში, აი 25 წლიანი უსისტემო დემონტაჟი ჩვენი რეჟიმის შედეგი ეფექტური არ არის. ცხოვრობ ტყუილში, ხო? და ვეძებთ მიზეზებს, ტყუილის მიზეზს. და ვფიქრობთ, რომ საზოგადოება არ არის ამისთვის მზად. აი ეს მიდგომაც არის ყალბი. არაფრის შუაში არ არის ქართული საზოგადოება. აქ მთავარი პრობლემა არის ელიტაში. ელიტა, რომელიც არის ცრუ. რომელ ელიტაზე ელაპარაკი? პოლიტიკურ ელიტაზე თუ ყველა ელიტას ეხება, ზოგადად ელიტა. ყველა ელიტას, ეს ეხება პოლიტიკურ ელიტას, ეს ეხება კულტურულ ელიტას, ეს ეხება მედია ელიტას, ყველა ელიტას ეხება. და ქართული საზოგადოება ცხოვრობს სიცრუეში. აი ეს მოლოდინები, რომელიც დაუსახეს მას, თქვათ, იგივე საგარეო ორიენტებთან დაკავშირებით, რაც თქვენ ძანეთ, სად არის ხსნა და გამოსავალი ქვეყნის ერთი მიმართულებით, მეორე მიმართულებით. ან თქვათ მოლოდინი, რომელიმე მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაზე დიდ მიზანს ქართული სახელმწიფოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობას აღადგენს. ეს ყველაფერი ყალბი. ან ჩაციკლური მიდგომა, რომელიღაც ერთი ორიენტაციის მიმართ დაუშვათ, ნაწილი დასავლეთს გადაგებს, ნაწილი ჩრდილოეთს და მეორე გზა არც ერთისთვის არსებობს და არც მეორისთვის. და საზოგადოება დაბნეულია თავისთავად. და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, აი საზოგადოების მდგომარეობა და არა მხოლოდ საზოგადოების მაგონებს მოლა ნასრედინის მდგომარეობას. და თქვენ გახსოვთ, რომ მოლა ნასრედინი მიდის ფსიქიატრთან და თხოვს გამოიყენოს მდგომარეობიდან. ფსიქიატრი ბუნებრივია ეკითხება პირველი კითხვა, რომ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა. და ხსნის ნასრედინი, რომ მას ეს იძლევა ერთი და იგივე სიზმარი და ეს სიზმარი არის იმდენად დამდგუნველი მისთვის, რომ ვერ ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას და არეული აქვს ცხოვრება. და ფსიქოლოგიურად არის მოშლილი. ეკითხება ფსიქიატრი, რაში მდგომარეობს სიზმარი. მისი სიზმარი და მოუყვეს სიზმარი. თურმე სიზმარი მდგომარეობს შემდეგში, რომ მოლა ნასრედინი დგას კარებთან და აწვება გაუთავებლად კარებს და კარებს აქვს რაღაც წარწერა. ფსიქიატრის კითხვა, რომ რა წარწერა აქვს კარს? აი აქ გამოიცნო მოლა ნასრედინმა მისი სიზმრის საიდუმლო, რომ კარს აქვს წარწერა, შენსკენ გამოახედა. ის აწვება გაუთავებლად საპირისპირო მიმართულებით კარს. აი ჩვენ მსგავსი მდგომარეობას რატო გულისხმობთ? დღეს აუცილებელია, რომ ჩვენ ვერ შევალთ ერთმანეთის სიზმარში. ჩვენ გძინავს. ჩვენი ცუდი სიზმრის მოხსნის საშუალება არის ერთადერთი გამოფხიზლება. დღეს უნდა გავაღვიძოთ ჩვენ ქართული საზოგადოება, გავაღვიძოთ ხელისუფლება, გავაღვიძოთ აი რასაც ვამბობთ, ეგრეთ წოდებული ელიტა და მე არ ვამბობ, რომ მთლიანობაში არის ყალბი, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც ყალბია და ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ხა გამოსავლის პოვნა არ არის იმდენად რთული და იგი დაფარული. ეს ჩვენ ვართ დაფარული. მხოლოდ ტყუილი ესწრაფის დამალვას, მხოლოდ სიცრუეა საიდუმლო. არანაირი საიდუმლო დღეს რა გზით უნდა განვითარდეს სახელმწიფო და რა გზით უნდა იაროს, რომ ის შესდგეს როგორც სრულფასოვანი ქართული სახელმწიფო, მე ვერ ხედავ ვერანაირ სირთულეს. მაგრამ ეს სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამას ბევრი რამ ჭირდება. ჭირდება სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჭირდება ცოდნა, ქვეყანას უნდა ქონდეს სტრატეგია, უნდა ქონდეს ტაქტიკა, ეს სტრატეგია უნდა იყოს მიზანმიმართული, თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული. ამ სტრატეგიას უნდა ქონდეს მორგებული ქართული ეროვნული იდეოლოგია, რომელიც წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს იმ პროცესებთან, რაც დღეს სამყაროში ზოგადად ხდება და ვითარდება, რაც მოიტანა გლობალიზაციამ. მე არ გულისხმობ დაპირისპირებას გლობალიზაციას. ჩვენ წარმოდგენაც არ აქვს რა არის გლობალიზაცია რეალურად. ეს არის პროცესი. ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ ამ პროცესს და ვიყვეთ წარმატებული. და არის თაგვთქას ამ პროცესმა იგით. რა თქმა უნდა. აი რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რაც თქვენ ბრძანეთ. ამის რესურსი თუ აქვს სახელმწიფოს? რა თქმა უნდა. საქართველოს. რა თქმა უნდა აქვს. აქ არის ლაპარაკი საკადრებზე, აქ არის ლაპარაკი ეკონომიკაზე, აქ არის ლაპარაკი იმ პოტენციალზე, რომელსაც მომავლისადმი დამოკიდებულება ქვია ამ ორივე მხრიდან. ეს რესურსი არ არის არც ერთი ხელისუფლების დამსახურება. ეს რესურსი არის განგების, უფლის და ბუნების ნაბოძები, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და პირიქით, რომელსაც ვამუშავებთ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ბედი და მათ შორის არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანასაც აქვს ბედი. ქვეყნის ბედი მდგომარეობს გეოპოლიტიკაში. გეოპოლიტიკა არის დრო და სივრცე. რატო არის ქვეყანა მსგავსი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე დღეს რთბილად რო ვთქვათ, არ არის ბედნიერი. იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვახდინეთ ვერც ერთმა ხელისუფალმა ხას უსვამ 25 წელს დროის და სივრცის დახვედრა ერთმანეთთან. ჩვენ ვერ გავიგეთ რა ადგილი შეიძლება
დაიმკვიდროს ამ გლობალურ სამყაროში საქართველომ, რომ ის გახდეს არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ მან გააჩინოს თავისი საჭიროება და აუცილებლობა გარე სამყაროსთვის. ანუ მოახდინოს ინტერესების თანხვედრა და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესების ერთმანეთთან თანხვედრა, არამედ ამ ინტერესების შესაბამისობა ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან. მაგრამ რა ინტერესია დღეს ქართულ სახელმწიფოს? ეს ინტერესიც არ არის გაცხადებული. ორადორი ინტერესია. ერთი ეს არის რუსეთის მფარველობის ქვეშ პროტექტორატი, მეორეა დასავლური პროტექტორატი. ოსტოში პოლიტიკოსების განმარტებით ასე. ეხლა მე შეიძლება ძალიან ბანალურად ვამბობ, მაგრამ ეს არის სავალალო რეალობა ჩვენი. ბატონო, რასაც თქვენ ძანებთ, ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის მიზანი. ჩვენ საუბედუროთ ქართველმა. აი ეს ვაქციეთ მიზნად ამაშია საქმე. ჩვენი სააზროვნო სივრციდან გამოვდევნეთ მიზანის და საშუალებაც. და ხშირად საშუალებას ვანაცვლებთ და ვცდილობ დაიკავოს მიზნის ადგილი. ამ შემთხვევაში არც მიზანი მუშაობს და არც საშუალება. და არანაირი ამოხსნა ჩვენს მიზანს, რასაც უნდა მოერგოს საშუალება და რაც თქვენ ძანეთ ორიენტირთან დაკავშირებით, ეს უნდა იყოს საშუალება მიზნის რეალიზაციის. დღეს ვინ გეტყვით თქვენ საქართველოში, რომელი საშუალება არის მისაღები მიზნის რეალიზაციისთვის? ვერცერთი ვერ გეტყვით. რატომ? იმიტომ რომ გაცხადებული არ არის მიზანი. და მიზანი ყველა ქართველის გულშია, ყველა ქართველის ტვინშია, თავშია. ეს არის მარადიული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ქართული ღირებულებები, ეს არის ჩვენი ერთიანობა, მთლიანობა და გარანტირებული უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა, ხო? აი აქედან გამომდინარე, როგორ უნდა განისაზღვროს საშუალება, რომელიც მოახდენს ამ მიზნის რეალიზაციას. აღმოსავლური ფილოსოფია ამბობს, რომ არსებობს მიზანი და არსებობს საშუალება. თუ ქვეყანა ვერ ახდენს მიზნის რეალიზაციას, არსებობს ერთი გამოსავალი. ან მან უნდა თქვას უარი მიზანზე, ან უნდა იპოვოს სხვა გზა მიზნის რეალიზაციის. ჩვენ ერთი და იგივე გზით გვინდა სხვა შედეგი დადგეს. მთელი 25 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ ვთანეთ, ერთი და იგივე წრეზე მოძრაობთ, ხო? მიზანი ნათელია და მეთანხმებით, ხო? აი როგორ განსაზღვროთ საშუალება. ამისთვის არსებობს მეთოდი, მეცნიერული კვლევის, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური მენეჯმენტი, SWOT ანალიზი. რა არის SWOT ანალიზი? ეხლა პოლიტიკოსებს უყვართ ცხო სიტყვებით საუბარი რაღაც მეცნიერულ სიღრმეებში წასვლა და გაუგებარია. არაფერი გაუგებარია მასში არ არსებობს. ეს არის აბრევიატურა. ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. მაგრამ SWOT ანალიზიც არ არის საკმარისი. აუცილებელია PEST ანალიზი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ბუნებაზე ზეგავლენა, ორგანიზაციული და სამართლებელი ფორმა. აი თუ ეს ყველა საკითხები ჩვენ განვიხილეთ მთლიანობაში, ჩვენ დავდებთ ანალიზს და თვითონ ეს შედეგი ჩვენი ანალიზის მოგცემს საშუალებას ჩვენი მიზნის რეალიზაციას. დღევანდელ საქართველოს აქვს ამის საშუალება და ყავს ის კადრები, ვინც ამას გააკეთებს? რა თქმა უნდა. აი ეს არის მთავარი. ყავს კადრებიც არის ქვეყანაში, ანალიტიკოსებიც არიან, მეცნიერებიც არიან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ხოლო მე არ გულისხმობ ექსპერტთა იმ ნაწილზე, რომელიც დღეს არის და შევსებულია ტელეეთერი. რას ნიშნავს ექსპერტი? ერთ-ერთი დიდი ქართველი, ჯონ მალხას შალიკაშვილი, ყველასათვის ცნობილი, რომელიც იყო ოთხვარსკვლავიანი გენერალი და მან ყველა საფეხური გაიარა სამხედრო საქმეში, ხო? გაერთიანებული ჯარების სარდალი და ასე შემდეგ. ეს კაცი იყო პატრიოტი. მან შეინარჩუნა გვარიც და ეს საკმარისია მისთვის, რომ რას ნიშნავს დღეს ამერიკაში ამ ჩინის მოღვაწე ქართული გვარით. მისი ოცნება, რომელიც მან გააჟღერა და თქვა, რომ ყველაზე დიდი სურვილი, რაც მას ჰქონდა, ეს იყო, რომ ჯარიდან წასვლის შემდეგ მას დაეგურებინა ის ცოდნა, რომ შემდგარიყო ექსპერტად და მიეღო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობა როგორც ექსპერტს. დღეს ხელმოწარული ძველი პოლიტიკოსები ან ფუნქციონერები, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მოღვაწეები, თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ რითი? ირქმევენ ექსპერტს. აგაზე გურულები ხუმრობენ, ვინც დედამ დაკარგა, ყველა ექსპერტია. კი ბატონო. ამიტომ გამოსავლის ძიებას, წვლომას არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს რაღაც მიუწვდომლის წიაღშია გამოსავალი. ეს ჩვენში, ეს არის ჩვენს აზროვნებაში, ეს არის ჩვენს სოფხედველობაში, ეს არის ჩვენს განათლებაში. და თვით განათლება რა არის? განათლებაც არ არის მიზანი. განათლებაც საშუალებაა მიზნის რეალიზაციის. ინფორმაციაც საშუალებაა მიზნის რეალიზაციის. აი კომპიუტერს აქვს უზარმაზარი ინფორმაცია, ხო? ეს ინფორმაცია კომპიუტერს საიდან დაუგროვდა? ადამიანიდან დაუგროვდა, ისევ ჩვენგან დაუგროვდა, ხო? მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას. კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. კომპიუტერს არ აქვს ანალიზის უნარი და კომპიუტერს არ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. ეს საშუალება აქვს ადამიანს. დღეს ეს საშუალება აქვს ხელისუფალს. ხელისუფალმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. მაშინ მანამდე საზოგადოებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ ყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გადადგავს იმ ნაბიჯს, რაც გვებრძანეთ. ეხლა ჩვენ მივდივართ უფლებები და ვალდებულებების თემამდე, ხო? მაგრამ ჩვენ არც უფლება
ვალდებულება გვესმის ბოლომდე რას ნიშნავს და გაყალბებულია და ცრუა და არც ვალდებულება და არც თავისუფლება. უბედურება მაშინ რომ არც თავისუფლება არ გვესმის რას ნიშნავს. თავისუფლება იწყება ადამიანის თავისუფლებით, ხო? აი ვამბობთ რომ ქვეყანა თავისუფალი. თავისუფლება არის აბსტრაქცია. აბსოლუტური არაფერი არ არსებობს. ადამიანი როდის არის თავისუფალი? აი თქვენ, მე. ჩვენ რამდენადაც ვართ პასუხისგებელი ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე, იმდენად ვართ თავისუფალი. დღეს პასუხისგებელი არავინ არაფერზე არ არის ჩვენ ქვეყანაში. დღეს არათუ პასუხისგებელი, დღეს ხდება რაღაც პრობლემებთან, მოვლენებთან დაკავშირებით, აი ზოგადი საუბარი თემის გარშემო. და უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია პრობლემის. არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე რაღაცა მოვლენა. არ არსებობს შედეგი, რომელიც დადგა გადაწყვეტილების გარეშე და არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც დადგა ადამიანის, ანუ კონკრეტული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარეშე, ხო? ამ გადაწყვეტილებას ადამიანი ღებულობს, ანუ გადაწყვეტილება მიღებული ადამიანს. თუ ვიცით შედეგი, რატო არ ვამბობთ, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვინ დააყენა ეს შედეგი? და რატო საუბრობთ ასე ზოგადად, მუდმივად ზოგადად? რატო ცხოვრობთ სიყალბეში? რატო ვცრუობთ, რატო ვატყვილებთ ერთმანეთს და არჩევნებიდან არჩევნებამდე ახალი იმედებით, რომელსაც მოაქვს კვლავ იმედგაცრუება და დღეს ქართული საზოგადოება რა დღეშია და ქართული გონი რა დღეშია და ჩვენი ცნობიერება როგორ დამახინჯდა ყველასთვის ნათელია და სახეზეა. რაც თქვენ ბრძანეთ იმის ფონზე თუ გადავხედავთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ყველაფერს თავი დავანებოთ, თუ საზოგადოება თავისთავად გასაგებია, იქ დიდი სამუშაო ოჯახდარებელი, ეს უფრო საკუთარი ოჯახების გამოკვებაზე ორიენტირებული რაღაც ჯგუფებია, ჭალებში პოლიტიკური, ვიდრე სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციები. ეს ერთი და მეორე. აი იმ გლობალურ საქმეში, რაც გასაკეთებელია, რა თქვენ ბრძანეთ და მე ცოტა იმედით შევხედე სხვათა შორის ამის რაღაც. საიდან არის დასაწყები? ბოლო და განსაკუთრებით 9 პერიოდი, წლის პერიოდი. ყველა ქართველმა იცოდა, ნორმალურმა, ჯანსაღმა ქართველმა, რომ ის გზა, რა მიმართულებითაც ვითარდება ქვეყანა, ეს არის დამღუპელი ქართული სახელმწიფოსთვის. მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი და იგივე განცდა, რომ მე რა ვქნა, მე რა გავაკეთო, მე როგორ დაუპირისპირდი ამ პროცესს და მოვლენას. და ყველაზე უარესი, მე არავინ მეკითხება, ნუ ეს არის საშინელი სიტყვა. ანუ ადამიანებს წაართვეს სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისინი მიაჯაჭვეს ყოფით პრობლემებს. ეს ყოფითი პრობლემა იყო წამალი, პური, გამოკვება. დილიდან საღამომდე ცხოვრების წესით დავიწყეთ ცხოვრება. წავიდა შეგუება ამ პროცესთან. ანუ ჩვენ გავხდით უნაროები, უმოქმედოები. ეხლა რა თქვენ ბრძანეთ, როგორ უნდა დავიწყოთ ეს? ჩვენ ვიცით, რომ ინტერესები მართავს სამყაროს. სამწუხაროდ დღეს საქართველოში არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესების გადაკვეთის ადგილი. საქართველოს დიდი ხანია იქცა პროექტად. ჩვენ ვინ კი არ გადაგავრჩენს, ჩვენ გადაგვარჩენს რა, და რა ვინ პიროვნებ, რა ეს არის პროექტი. შეუძლია თუ არა საქართველოს გლობალურ სამყაროში შექმნას გლობალური პროექტი, რომელიც მოახდენს ამ ინტერესების თანხმდას. რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქართული პროექტი, თუნდაც საქართველოს ისტორიულ სამართლიანობაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ მისი განხილვა არ მოხდება და მისდამი ინტერესი არ გაჩნდება. მაგრამ აი ამ გლობალური პროექტის შექმნა შეუძლია საქართველოს და ამას ემსახურება სწორედ ჩვენი პროექტი, რომ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური სივრცე. და კონკრეტულად ჩვენი როცა ბრძანეთ საზოგადოებისთვის რაზე ლაპარაკობთ არ არის ნუ. საქართველოს არჩევანი, აი რა არჩევანი აქვს საქართველოს. საუბედუროთ საქართველოს არჩევანი არ აქვს. ანუ საქართველოს არჩევანი ნაკარნახევია მისი ბედის წერით. ჩვენ შეგვიძლია დღეს ქვეყანას ბუნებასთან ჰარმონიზაციაში დავიკავოთ ჩვენი ადგილი, გავაჩინოთ აუცილებლობა ქართული სახელმწიფოსადმი და მოვახდინოთ გეოპოლიტიკური კომპრომისი დომინანტი ძალებისა ქართულ სახელმწიფოსთან და ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან. ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, სადაც გათვლილია და სამწუხაროდ არ გვესმის ჩვენ რეალურად არც ერთი ძალის ინტერესი, არც მეორე ძალის ინტერესი, თქვათ იგივე რუსეთის ინტერესი, არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და გვაღიზიანებს რაღაც მათი მოქმედებები საქართველოსთან მიმართებაში. და ამას არ უკავშირეთ იმ ინტერესს, რაც მაქვს მათ რეალიზაციას. მე მტრად არ განვიხილავ არც ერთ ძალას და არც მეგობრად განვიხილავ რომელიმე ძალას. აქ არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრობა. ინტერესები განსაზღვრავს ყველაფერს. შეგვიძლია მოვერკოთ ამ ინტერესებს, გადავრჩებით და შევდგებით. როგორც სახელმწიფო არ შეგვიძლია, მაშინ იძულებული ვიქნებით ვიყვეთ ჩართული რომელიმე ქვეყნის ინტერესში, რომელიც წინააღმდეგ. და სიმართლე, ჭეშმარიტება არ არის უკიდურესობაში. სიმართლე არის მათ შორის. აი როგორ უნდა დაიკავოს საქართველოს მათ შორის ადგილი და რამდენად შესაძლებელია მოხდეს ამ იდეის რეალიზაცია, მე ვწუნეთ, რომ ამის საშუალება არსებობს. მაგრამ ცოტა უფრო მეტი დაფიქრება გჭირდება, მეტი ანალიზი გჭირდება და უფრო დიდი, აი გული და ტვინი. ამის პროფესიონალების ჩართვა ამ საკითხში. რა თქმა უნდა. და ერთობა საზოგადოების, ხელისუფლების და ეკლესიის. აი ეს ტრიადა. მაშინ რა გამო 2016 წლის არჩევნებში ჩვენ ისევე ბრმად მივალთ
როგორც აქამდე, ეს საშიშროება ისევე დგას და იმ თემაზე საუბარი, რომელზეც ახლა თქვენ ვისაუბრეთ, იქნება გაუთავებლად. აი, ამას როგორ უნდა მივახციოთ? ეს არის მთავარი, რომ საუბრიდან გადავიდეთ საქმეზე. საუბრიდან საქმეზე გადავიდეთ ნიშნავს, რომ ამ თემის რეალიზაციას და ამ ხედვის რეალიზაციას აუცილებლად ჭირდება სახელმწიფო რესურსი. და ჩემი მიზანი ყველა შეხვედრის გამოსვლის არის ერთადერთი, რომ როგორმე დავეხმაროთ მოქმედ ხელისუფლებას, რომ მან გაიაზროს პრობლემები და დაინახოს გამოსავალი აი ამ კონცეფციაში ქვეყნის მდგომარეობიდან და როგორ შეიძლება შედგეს ქართული სახელმწიფო. მე ვიცი თქვენი განწყობაც და იგივეა ჩემი განწყობაც, ჩვენ ვართ ხარდამჭერები მოქმედი დღევანდელი ხელისუფლების და მე არ წარმოვადგენ არც პოლიტიკურ პარტიას, არც პოლიტიკურად ორიენტირებული ჯგუფის ინტერესს. ერთადერთი მიზანი მაქვს გავაგებინოთ საზოგადოებას და რაც დავარე ხელისუფლებას, რას ნიშნავს რეალურად დღეს თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ცნება სამშობლო, მაგრამ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო. ვეწირებით სამშობლოს გაუცნობიერებლად, ხშირად და არანაირი აუცილებლობა შეწირვის არ არსებობს თუ გავიგებ, რას ნიშნავს თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს და ვემსახურებით სამშობლოს. აი ეს მიზანი აქვს ამ კონცეფციასაც და ამ ხედვასაც და საერთოდ ჩემ საქმიანობა ბოლო ამ 25 წლის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა, იმედია ხელისუფლებას ვაიძულებთ ბრჭყალებში. ამ პოზიციიდან მიუდგეს სახელმწიფო მშენებლობის საკითხებს, ხოთი შორის სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკოსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მომიტევეთ, მაგრამ უნდა ვთქვა ხმამაღლად, ისიც კი არ იცით, რომ არსებობს ასეთი მეცნიერება, რომელსაც სახელმწიფო მშენებლობა ქვია. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ არსებობენ ეს ადამიანები, პროფესიონალები ამ დარგში და ისინი აბსოლუტურად იგნორირებული და უგულებელყოფილი არიან. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ზურაბ. მადლობა. საუბარი საინტერესო იყო. ეს არ იქნება ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. თემა საინტერესო და მსმენელისთვის საინტერესოა თავისთავად ცხადია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი ზურაბ ხონელიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ეთერში იყო რადიო პროექტი ტყუილის ფენომენი. განსამა მიხავდა მერაბ ხაჭიძეს. გმადლობთ.